ინტერნეტ ტელევიზია გოგა GGG-ს პარტნიორია სამეფო სილამაზის სახლი, რომელიც მდებარეობს ყიფშიძის 20 ნომერში. ინტერნეტ ტელევიზია გოგა GGG-ს პარტნიორია რესტორანი აივანი. პოლიტიკოსი ირაკლი ღლონტი დაიბადა 1986 წლის 28 ნოემბერს ოზურგეთში. დაამთავრა თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. ჰყავს მეუღლე და 2 შვილი. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა ამ გადაცემაში მოწვევისათვის. მე მინდა მივესალმოთ ჩვენს ემიგრანტებს, ადამიანებს, რომლებიც ნამდვილად არიან ჩვენი ქვეყნის ხერხემალი. რეალურად ეგრეა, ჩვენ ამას ვერ გავექცევით და რომ არა ამ ადამიანების უდიდესი შრომა და რომ არა ამ ადამიანების ძალიან დიდი ღვაწლი ქართული სახელმწიფო პრიზის უახლოეს ისტორიაში განსაკუთრებით, ჩვენ ალბათ ამ დონემდეც კი ვერ ვიქნებოდით. სამწუხაროდ ეს არის სიმართლე. მინდა მოვიკითხო ისინი, სამწუხაროდ მე არ შემიძლია დღეს მათ უთხრა, რომ მათ შეუძლიათ დაბრუნდნენ თავიანთ სამშობლოში, მაგრამ ეს შემიძლია მათ უთხრა, რომ დღეს და უკვე დაწყებულია ეს პროცესი, როცა ნიადაგი მზადდება საიმისოდ, რომ ქვეყანაში მოხდეს რადიკალური ცვლილებები, მოხდეს რეფორმები ინსტიტუციონალური და მოხდეს იმ დაგვარი ცვლილებები, რომელიც საშუალებას მოგცემს ყველაზე ჩვენი ოჯახებიდან წარსული ადამიანები უკან დაგვიბრუნდნენ. მათ შორის ჩემი ოჯახიდანაც არიან ემიგრანტები, არაერთი და მეც მათ რა თქმა უნდა ველოდები დიდი მოლოდინი, დიდი სიყვარული და ყოველთვის ჰქონდა ერთი პროტესტი და როცა მე არ მინდა პოლიტიკურად ნაკლებად ვისაუბრო დღეს მირჩევნია, მაგრამ ძალიან რთულია, როცა ხელისუფლებები ყავს ქვეყანაში, რომლებიც ვერაცნობიერებენ, რამდენად რთულია Skype-ის საშუალებით ესაუბრო შენს სიცს და ხორცს. Skype-ის საშუალებით ხედავ, Skype-ის საშუალებით გესმის, მაგრამ Skype-ით ვერ გრძნობ ის, რომ შენია, შენი სიცს და ხორცია და კიდევ უფრო ამძაფრებს იმ სევდას, რაც არსებობს ჩვენ ოჯახებში. პოლიტიკა ჩემთვის არის არა ჰობი, არამედ მთელი ცხოვრების აზრი დღეს, იმიტომ რომ მე პირდაპირ პოლიტიკაზე ვაყალიბებ დღეს როგორც ჩემი, ასევე ჩვენი თანამოქალაქეების არწყოს და მომავალს, ასევე ჩემი 2 შვილის, მე 2 შვილის მამა ვარ და შესაბამისად ვფიქრობ, რომ დღეს პოლიტიკიდან მე მათ უკეთებ ნიადაგს უკეთებ საქართველოს საცხოვრებლად, ამიტომ ჩემთვის პოლიტიკა იყო გარკვეული შეფასებები წლები 2 წლის წინ განსაკუთრებით, როცა ამირჩიეს პარტიის თავმჯდომარედ. თვითონ რომ ეს იყო ჰობი ირაკლი ღლონტის. არა, დღეს უკვე ისინი დაარწმუნდნენ ექსპერტთა წრეში. არსებობს თითქმის უმრავლესობაში კონსოლიდირებული აზრი, რომ ირაკლი ღლონტის ეს ჰობი არ არის, ეს არის საქმე, რომელსაც ემსახურება 24 საათის მანძილზე. მე სხვა საქმეს არ ვაკეთებ, არც ვიხედები სხვა საქმეებში, არც ვინტერესდები, მათ შორის არის ბიზნესით. ჩემთვის ყველაზე საინტერესო საქმე არის პოლიტიკა, ქართული პოლიტიკა. ჩემი მიზანი დღეს არის 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ხელისუფლების შედეგების დადება. ეგ ახლა უახლოეს მომავლისთვის და გრძელვადიან მიზანსაც გეტყვით, დიდი სიამოვნებით ეს არის ჩვენი თაობის წარმატება ქართულ პოლიტიკაში. ძალიან რთულია იყო ოპოზიციონერი და იყო ძალიან კარგი მამა, მაგრამ მე მაქსიმალურად ვცდილობ მაინც. ვარ თუ არა რომანტიკული, ალბათ ისე ოჯახის წევრზე მიგითითებდით, მაგრამ იპასუხებთ. მეტნაკლებად კი. თავისუფალი დრო რომ გითხრათ, ეხლა არც მინდა რომ ბანალური იყოს, მაგრამ მართლა არ გვაქვს ბევრი. ძალიან ცოტა გვაქვს თავისუფალი დრო დღეს ადამიანებს, რომლებიც პოლიტიკაში ვარ ჩართული, მაგრამ რჩება რა თქმა უნდა გარკვეული დრო, ზედავ ვცდილობ, რომ ჩემს ოჯახს დაუთმო ეზრო, ჩემს მეგობრებს დაუთმო, როგორც ყველა ალბათ აქ განსაკუთრებულს ვერაფერს ვერ ვიტყვი, მეც ისე როგორც ხვები. ბევრი შემიძლია დავასახელო საინტერესო პოლიტიკოსები, თუმცა გამიჭირდება ჩვენ ქვეყანაში ბევრი საინტერესო პოლიტიკოსის დახასიათება, სწორედ რომ არ არიან, ამიტომ ვარ ჩვენ. ეხლა ცოტა ამბიციური განაცხადია, მაგრამ ჩვენ არ ვეჯიბრებით არავის, მე არ ვეჯიბრები არავის ყოველ შემთხვევისათვის, მე ვეჯიბრები და მე უპირისპირდები გამოწვევებს, რომლებსაც ვერ უპასუხა იმ პოლიტიკოსებმა, რომლებიც შეიძლებოდა დღეს მე დამესახელებინა თქვენთან, როგორც წარმატებული პოლიტიკოსები, ვისაც შეიძლება ბაძავდეთ, კარგი გაგებთ, მაგრამ არ არიან ისინი. ბევრი არ არის. პოლიტიკისთვის გავაკეთებ ყველაფერს, რაც შეიძლება მამაკაცმა, ქართულმა მამაკაცმა გააკეთოს. რაც არ შეიძლება, აი გამლება ქართულმა მამაკაცმა არ იკადროს, მე იმას ვერ ვიკადრებ პოლიტიკისთვის. პრეზიდენტი როცა ვიქნები, მაშინ მე შევცვლი ძალიან ბევრ რამეს. რომ ვიყო, ამ შეკითხვაზე გიპასუხებთ, რომ ამისთვის ვემზადები, ვფიქრობ გარკვეული მიმართულებებით მაქვს მონახაზი, ძირითადად ეკონომიკური მიმართულებით, ინსტიტუციების რეფორმირების კუთხით, ძალიან ბევრი რამ. ყოველ შემთხვევისათვის არ ვიქნებოდი ისეთი, როგორიც გვყავს. ბევრი რამ მინდა შევცვალო ჩემს საკუთარ თავში. ერთ-ერთი ის რაც ძალიან მომწონს, ის არის, რომ შემიძლია ერთგული დავრჩე პრინციპების, რომელსაც გავაცხადებ, გეტყვით, დაგვირდებით
და მზად ვარ ბოლომდე ვიბრძოლო ამ პრინციპების დასაცავად. განუხროლად დასაცავად თან ამასთან ერთად. ბევრი რამ არის შესაძლებელი, ისეთი არსებითი მაინც და მაინც გავკადნიერდები და გეტყვით რომ ბევრი ისეთი არაფერი, მაგრამ ყოველდღიური ზრდის პროცესში ვარ მეც და რა თქმა უნდა ვცდილობ რომ უკეთესი იყოს ირაკლი ღლონტი ხვალ და ზეგ. ფრაზა რომელსაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ყველაზე მეტად ვიყენებ ეს არის გამარჯობა, რომელიც ბავშვობიდან მიყვარდა ძალიან მაგრად. გამარჯობა, ჩემთვის არ არის მხოლოდ სალამი. ჩემთვის გამარჯობა უფრო მეტია ვიდრე სალამი. რაც შეეხება შეკითხვას ვარ თუ არა კარგი კულინარი, გიპასუხებთ რომ ცუდი არ ვარ. რასაც ვაკეთებ თუ მაქვს ამის დრო და განწყობაც ვაკეთებ და ძალიან გემრიელია, უბრალოდ გამოდის ძალიან ცხარე. შინია მე არაფერს. მე ადამიანში ვაფასებ ღირსებას. ერთგულებას. მე ვაფასებ ადამიანში გულწრფელობას. თუმცა ძალიან რთულია დღეს იყო მთლიანად გულწრფელი. ძალიან რთულია, მაგრამ ყველაზე მეტად დავაფასებ იმ ადამიანს, ვინც არის გულწრფელი. მინდა დავიმახსოვრო, როგორც ირაკლი ღლონტი, პიროვნება, მოქალაქე. თქვენ შეკითხვას მისვამთ, სად გვიჭირს? ყველგან ძალიან რთული გამოწვევების წინაშე ვდგევართ. ყველა მიმართულებით, ყველა სფეროს მიმართულებით. სამწუხაროდ ძალიან გვიჭირს და ძალიან უჭირს ქვეყანას. განათლების რეფორმა. ეს არის უპირატესი, მაგრამ განათლების რეფორმამდე დღეს კიდევ უფრო სასწრაფოა ეკონომიკური ხასიათის რეფორმირება ინსტიტუციების, ასევე კანონმდებლობის და პარალელურ რეჟიმში უნდა მოხდეს ძალიან სწრაფი ტემპით განათლების პრინციპში ფუნდამენტალური რეფორმა. ოცნებობ იმაზე, რომ ჩვენ ყველა ვიყოთ ბედნიერი. ოცნებობ იმაზე, რომ ამ ბედნიერების უკან მე ვხედავ არა მხოლოდ ერთ რომელიმე დარგის განვითარებას, ან თუნდაც მარტო ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. მე მინდა უბრალოდ იყოს ეს ქალაქი ბედნიერი, ეს ქვეყანა ბედნიერი. თითქოს გახუნდა ეს სიტყვები ბედნიერი, აი ეს სიტყვა პოლიტიკოსებმაც კი სადეს მოირგონ თავიანთ პოლიტიკურ ცხოვრებაში, მაგრამ ბედნიერება ცოტა სხვა რამ. და არა ის, რასაც ჩემი კოლეგები სთავაზობენ საზოგადოებას. ბედნიერება ძალიან ფართოა, ძალიან მნიშვნელოვანი ცნებაა და პრინციპში ინდივიდუალური. ჩემთვის ბედნიერება შეიძლება იყოს თქვენთან შეხვედრა დღეს და თქვენთვის შეიძლება იყოს ბედნიერება, როდის დაასრულებ ჩემთან ინტერვიუს. ძირითადად ისტორიით ვინტერესდები ბოლო პერიოდში განსაკუთრებით პრინციპში ბოლოს რაც ავიკითხე გეტყვით ეს იყო რუსული სპეცსამსახურები და კგბ-ს მუშაობა. ყველაზე მეტად საფრთხეს ხედავ ჩვენ ქვეყანაში რუსეთიდან და ამიტომ ყველაზე მეტად დაინტერესებული ვარ, რაც კარგად შევისწავლო ჩვენი ყველაზე დიდი საფრთხის მატარებელი ქვეყნის რუსეთის სპეცსამსახურების საქმიანობა და საკმაოდ საინტერესო ლიტერატურა მოვიძიე პროფესორ ბესიკ ალადაშვილის და ვინც დაინტერესებულია ამ მიმართულებით და ეკონომიკური საფრთხეებასთან დაკავშირებით დაინტერესებს ხედვები შეუძლიათ გაეცნონ ამ ჩანაწერებს და პუბლიკაციებს. ერთი შანსი რომ მქონდეს რა შეცვლილი არა, მე ძალიან ბევრი შანსი მაქვს. თუმცა ერთი შანსი რომ მქონდეს და უკანასკნელი იყოს ეს ჩემი შანსი, ალბათ ყველაფერს გავაკეთებდი საიმისოდ რომ კიდე ერთი-ორი შანსი მქონდეს. ძალიან ბევრი ტრადიციაა რომელიც მომწონს. პრინციპში არ მაგონდება და არ მახსენდება ეხა ისეთ აგრესიულად რომელიმე ტრადიციის მიმართ განსაკუთრებული ანტაგონიზმი, არა ნამდვილად. ძალიან ბევრი ტრადიცია ჩემთვის განსაკუთრებულად ლამაზია მანდილოსთან დამოკიდებულება, რომელიც განსაკუთრებულია ჩვენ ქვეყანაში საქართველოში, დედის მიმართ არსებული კულტი, ქვეყნის მიმართ არსებული დამოკიდებულება და ეს ყველაფერი ტრადიციებში ასახულია, იმიტომ რომ ჩვენ ხო ტრადიციული ქვეყანა ვართ, ჩვენ ხო მრავალსაუკუნოვანი ხალხი ვართ, ამიტომ ეს ყველაფერი რაც მე გითხარით, ეს ტრადიციებში არის ასახული, სხვადასხვა განშტოებები აქვს, სხვადასხვა ჩვენს კუთხეში სხვადასხვანაირად არის ეს ყველაფერი აქმული და რეალიზებული. და პირიქით, მე უმეტეს ტრადიციას, რაც ჩვენ ქვეყანაში და ჩვენს ხალხში არსებობს, დიდი სიამოვნებით გავუწევდი პოპულარიზაციას, რო ვიყო ხელისუფლებაში, ანუ ის ერთი შანსი რომ მქონდეს. დღე რომელმაც ჩემი ცხოვრება შეცვალა, საინტერესო შეკითხვა, თუმცა მე მინდა გიპასუხოთ, რომ ასეთი დღე ერთი და ორი არ ყოფილა ჩემ ცხოვრებაში. პრინციპში ყოველი დღე, ყველა დღე, როცა მე ვიღვიძებ და გიერთებით საზოგადოებას, ბევრ რამეს მაცვლევინებს. ნუ კარგი გაგებით რა, ანუ უკეთესისთვის ვემზადები, უფრო ჯანსაღად ვაკვირდები პროცესებს და ყოველ დღე არის ძალიან მნიშვნელოვანი. პრინციპი ჩვენ ქვეყანაში იმდენად ცვალებადია სივრცე როგორც პოლიტიკური, ასევე კულტურული და სხვა მიმართულებით, რომ ერთი დღე ვერ იქნებოდა ადამიანის პერსონის ცვლილების გაუნწვევი. ძალიან ბევრი განსაკუთრებით შემცვალა დღემ, როცა მე გავხდი მამა. ძალიან დიდ დროს უთმობ სოციალურ ქსელს და მხოლოდ იმიტომ, რომ იქ არიან ადამიანები, რომლებიც გარკვეული მიზეზების გამო ჩავიკეტეთ, არ გვაქვს კომუნიკაცია, მაგრამ სოციალურ ქსელში მაინც ჩვენ ყოველდღე ხვდებით ერთმანეთს, ვეუბნებით ჩემს საყვარელ სიტყვას გამარჯობა
და ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია, და სხვადასხვაობა გვაქვს, უცვლით აზრებს. გეგმავთ თუნდაც შეხვედრებს, როგორც ჩვენ დაგვეგმეთ პრინციპში დღეს ჩვენი შეხვედრა. ანუ ძალიან აქტიურად, პრინციპში ხანდახან კოლეგები მაგრეთიკებენ კიდეც ოღონდ ისე შარჟის კუთხით, რომ შენ ძალიან მიჯაჭვული ხარ სოციალურ ქსელში და გაქვს პატარა კარგი აგებით სექტა. არა, სექტა არა, მე მყავს ძალიან ბევრი მეგობარი სოციალურ ქსელში და მათთან მაქვს ძალიან მჭიდრო კომუნიკაცია ყოველდღე, ამიტომაც ძალიან გვიან ვიძინებ ხოლმე, იმიტომ რომ არ შემილია ეს წერილები დავტოვებასხო, რომელიც შეუნდეს, საკმაოდ ბევრი. როგორი წარმომიდგენია საკუთარი თავი 10 წლის შემდეგ და უბრალოდ მეტი ჭაღარა მექნება და კიდევ უფრო მეტი გამოცდილება ცხოვრებისეული და დარწმუნებული ვარ 10 წლის თავზე ძალიან ბევრი თუ არა გარკვეული მნიშვნელოვანი ნაბიჯები მექნება გადადგმული საზოგადოების გარკვეულ წრესთან ერთად ქართული სახელმწიფოს განვითარების საქმეში. ეს არის ჩემი კარგი გამოგიტყდებით ოცნება. ეს არის ჩემი ოცნება. მოდი გამოგიტყდებით, როგორ ვიღებ კრიტიკას, გიპასუხებთ თელეგულწრფელობით. თავიდან ძალიან მიჭირდა ამ კრიტიკული შეფასებების მოსმენა, მაგრამ დღეს იმდენად კარგად რომ ძალიან ხშირად ჩემ მეგობრებს ვთხოვდა მოუწოდებდა, ვეხვეწები კიდეც რომ მითხრან სად დაუშვი შეცდომა, სად ხედავენ შეცდომებს ჩემ თუნდაც განცხადებებში, ინტერვიუებში, თუნდაც პოლიტიკურ ცხოვრებაში და პირიქით მე მირჩევნია რომ ძალიან ბევრი კრიტიკული მეგობარი მყავდეს, რომელიც შევის და რეკომენდაციის თვალსაზრისით პრევენციული იქნება მათი გადადგმული ნაბიჯი ჩემს მიმართ და გამიზიარებენ თავენ კრიტიკულ მოსაზრებებს, შენიშვნებს. თუმცა გააჩნია ხე კრიტიკასაც, სამწუხაროდ ზღვარგადასულ კრიტიკამდეც მივდივართ ქართულ საზოგადოებაში. ჩვენ ამას ვხედავთ, ეს ძალიან წვეთს გულს, ძალიან ცუდია, მაგრამ არ აუშავს. ბევრი რამ წყინს. წყინს, როცა ადამიანებს შევხვდები, სხვათა შორის მე ძალიან მიყვარს გოგი დოლიძე. ბავშვობიდან მისი სიმღერებს ვღეროდი და ძალიან ახლო იყო ეს ჩემთან, მისი ბუნებით. გოგის აქვს ნათქვამი, რომ მე ურთიერთობებს ვიწყებ სიყვარულით ადამიანებთან. აი ეგრე ვარ მეც. მართლა სიყვარულით ვიწყებ და ძალიან ხშირად მოდი ვთქვათ სიმართლე, ხდება რომ იმედები გვიცრუდება. ეს ძალიან ცუდია და ძალიან წყინს. მე როცა ჩემიანად ვიგულებ და ამ დროს აღმოჩნდება რომ სხვა ანგარება, სხვა მიზნები აქვს, რომელსაც ძალიან უხეშად გამოხატავს, ეს ძალიან წყინს. და ძალიან წყინს რომ არ ვართ ერთიანი, არ ვართ კონსოლიდირებული და გავთითოკაცდით როგორც ყოველთვის. ბავშვობაში მეგონა რომ ძალიან ადვილი იყო ცხოვრება. და ძალიან მეკვირდა ჩემი ერთ-ერთი ოჯახის წევრის, იზა ჩემის, რომელიც გარდაცვლილია. ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეიტანა ჩემი როგორც პიროვნების ჩამოყალიბებაში და ის მეუბნებოდა ყოველთვის რომ კი კარგად სწავლობ, კარგია ეს ყველაფერი, მაგრამ იცოდე რომ ძალიან დიდი და ძალიან რთული ცხოვრება გელის, ძალიან რთულია და არ მესმოდა, იმიტომ რომ მე ხო კარგად ვსწავლობდი, მე ხო სენაზე ვიდექი, მე ხო ტაშს მიკრავდნენ, მეგონა რომ ძალიან მაგარი იქნებოდა ჩემი ცხოვრება, ძალიან მსუბუქად და გადავდგამდი ნაბიჯებს, თურმე ძალიან რთულია და მე ყოველთვის მახსენდება ბიძა ჩემი, რომელიც ამ თემებზე ძალიან ხშირად მესაუბრებოდა. ძალიან რთული ყოფილა ცხოვრება, მაგრამ ჩვენ უნდა დაუპირისპირდეთ მათ სათანადოდ ამ სირთულეებს. უახლოეს პერიოდში ვაპირებ რომ მაქსიმალურად ბევრ თანამოქალაქეს შევხვდე. უბრალოდ ჩამოვართო, ხელი უთხრა ჩემი ჯადოსნური და საყვარელი სიტყვა გამარჯობა და უთხრა რომ ჩვენ მოვედით. ჩვენ ერთმანეთისთვის მოვედით. ჩვენ საერთო ხედვები გვაქვს და ჩვენ ახლა უნდა გავიმარჯვოთ. ჩვენ აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ ნიცა ახლა. რომ ეს შანსი პრინციპში ჩვენ შანსზე დაახლოებით 10 წუთის წინ მეკითხებოდით. ბევრი შანსი ქართულ საზოგადოებას არ აქვს დარჩენილი. ცოტა გვაქვს და მოდი სწორად გამოვიყენოთ და ერთმანეთის სიმართლე დავინახოთ. გავარჩიოთ თხოვანი და მართალი და არჩევანი არ გავაკეთოთ, ცუდსა და უარეს შორის არჩევანი გავაკეთოთ. დღეს არის ამის საშუალება საბედნიეროდ, ცუდს, უარესა და კარგს შორის. საბედნიეროდ კარგი არსებობს.